საღამო მშვიდობის მეგობრებო, 160 დღე არის უწყვეტი პროტესტისა. ჩვენს შესაბამისად, როგორც ყოველთვის, ვცდილობთ რომ ცოდნა გავაზიაროთ, ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია. ერთ სანამ ლექციაზე გადავალთ, ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით. ისტორიას კი არა, უფრო სწორად ჩვენ მართვის ფსიქოლოგიის 6 თვიან კურსზე მქონდა ესეთი ძალიან საინტერესო кейსი. ყველა სტუდენტს ვაძლევდით დავალებას. იყო აუდიტორიაში მოწყობილი 3 სკამი, ერთი ოდნავ მოშორებით, 2 პირისპირ და მქონდა ესეთი დავალება თითო პოზიციაზე 10 არგუმენტს ვაძლევდით მოსწავლეს, ისა სტუდენტს და უნდა შესულიყო როლში, უნდა დაეცვა თავისი პოზიცია ერთი მხრიდან, მერე უნდა გამოსულიყო ამ როლიდან, მერე მოწინააღმდეგის როლში უნდა შესულიყო, იქაც 10 არგუმენტი მის საწინააღმდეგოდ, პირველი ვერსიის საწინააღმდეგოდ და ორივეს შემთხვევაში მე მესამე ნეიტრალური პოზიციიდან იქაც 10 არგუმენტი უნდა ჩამოეწერა და აი ამ სათამაშოში მთავარი მორალი ის იყო, რომ საქმიდან გამომდინარე, ნებისმიერი გამოწვევიდან გამომდინარე, შეეხედათ სტუდენტებს სამივე მხრიდან, ანუ საკუთარი პოზიცია, მოწინააღმდეგის პოზიცია და ნეიტრალური პოზიცია. ეხლა რატო ვთქვი ეს? შეგიძლიათ ეს ძალიან მარტივი სავარჯიშოა. სახში ჩაატაროთ. ერთი პოზიცია არის, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარე, რომელიც სიმართლის მხარეს ვდგავართ, აუცილებლად და ჩამოწეროთ 10 არგუმენტი. მოგიწევთ რომ ამ როლიდან გამოხვიდეთ, გადახვიდეთ მოწინააღმდეგე მხარეს, იქაც ჩამოწეროთ 10 არგუმენტი და ხო, რთული არ იქნება, დამიჯერეთ. აი ქოცური ის აიღეთ ნებისმიერი და უყურთ ის რომ დავუმტკიცოთ თქვენს თავს და მე ნეიტრალური. და დარწმუნდებით რომ უზარმაზარი უპირატესობა გვაქვს მეგობრებო. აქეთ ხარეს ვინც ვდგავართ, სიმართლის მხარეს, გვაქვს უზარმაზარი უპირატესობა, თქვენ თვითონვე გაიაზრებთ და შინაგანად წვენა დაგიბრუნდებათ, ვისაც დაკარგული აქვს, აუცილებლად დაგიბრუნდებათ, იმიტომ რომ ჩვენ ნამდვილად ღირსეული, ნამდვილად ქართული და ნამდვილად პატრიოტული ბრძოლის სწორ მხარეს ვდგავართ. დღევანდელი ლექციას ბატონ ოთარ ბაღათურიას დაუთმობთ. დღეს ვსაუბრობთ მეორე მსოფლიო ომზე და საქართველოზე. სასიამოვნო სააუდიტორიო საღამოს გისურვებთ ბატონო. მადლობა. მაშასე. ახლა რამდენიმე დღის წინ ამ თემას ერთი შეხვედრა ჩვენ კიდევ დავუთმეთ. და ეს კვლავ აქტუალურია. ხო, პირველ რიგში გილოცავთ გიორგობას. რაღაცნაირად მისტიური გზობა მეუფლება ხოლმე, როდესაც ესე იგი 6, 7, 8, 9 მაისზე როცა ვფიქრობ, რაღაცნაირად მგონია, რომ 6 მაისს არც ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი არ დაღუპულა. აი რაღაცად ესე მგონია რა. იმიტომ რომ წმინდა გიორგის დროშის ქვეშ იბრძოდნენ და აი რაღაცად მგონია, რომ 5-ში ვიღაცები დაიჭდნენ და დაიღუპნენ, 7-ში სანამ ხელი მოეწერა კიდე ვიღაცები დაიჭდნენ და დაიღუპნენ და რაღაცად მგონია, რომ 6-ში არავინ რა. აი რაღაცად ესე არ შემოწმებია არასოდეს, რომ შემოწმოთ აღვნიშნოს, რომ თითები ძალიან გამიტყდება, ამიტომ ეს მისტიური წარმოდგენა რაღაცა შენარჩუნებული მაქვს თავით. მაგრამ მაინც რაღაცად ეს მისტიური გზობა მეუფლება, როდესაც აი პირდაპირ 6 მაისს მოყვა 7 მაისი უკვე მოილაპარაკეს და ცეცხლის შეწყდა და 8 მაისს უკვე ომი დამთავრებული იყო რა. და დამთავრებული იყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასტიკი უპირობოდ ყველაზე სასტიკი ომი. მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ პრინციპში, ადამიანები ცხოვრობთ პოსტისტორიაში იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ უკვე ვიცით რაც მოხდა და ამის გამო გვეუფლება განცდა, რომ ისაც მოხდა იყო გარდაუვალი. ანუ მაგალითად არგუმენტი, რომელიც მუდმივად აქვთ ხოლმე რუსებს და ხშირად მათ აყოლილი ხა ვინც ამ საკითხით ინტერესდება, ვინც მეორე მსოფლიო ომის საკითხით ინტერესდება, ეს არგუმენტი ახლა მეც კი გამომითხოვს ეგეთი არგუმენტი, ახლა ჩემი დაუშვათ განვითარების გარკვეულ ეტაპზე, რომ არა დასავლეთში გამანთავისუფლებელი ლაშქრობა, ანუ
მინსკიდან ბრესტამდე საზღვარი რო არ გადაეწიათ 370 კილომეტრით, მაშინ მოსკოვი დაეცემოდა. იმიტომ რომ მოსკოვს მიუახლოვდნენ, მე სადაც მოსკოვში ცხოვრობდი, სადაც ბავშვობაში მითამაშე და მირბენია, არადა ცენტრიდან შორს არ ვიყავი, თუ რაღაც 3-4 მეტროს გაჩერება და უკვე ცენტრია რა. აი იქ მე რომ მითამაშე და მე და ჩემი დედაშვილო გვივლია, გვირბენია და შემთხვევით მივსვლართ ადგილზე, სადაც იყო დატოვებული მემორიალი, ეს ტანკსაწინააღმდეგო ზღარბები და სტელა წარწერით, რომ გერმანელი მოტომსროლელები ამადა 41 წლის ამადა ამ რიცხვს შემოიწვდნენ აი ამ ადგილამდე. ანუ და ამ ლოგიკით მე მithქვამს, რომ ბრძენი ყოფილა სტალინი, რომ საზღვარი მინსკიდან ბრესტამდე გადაწია. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვი 300 კილომეტრი ზურგში მოექცეოდა. უკვე და მთლიანად ალყაში იქნებოდა და დაეცემოდა. კარგი იქნებოდა, ცუდი იქნებოდა, სხვა თემაა. და მე, როდესაც ასე ვფიქრობდი, მე პოსტისტორიის მნიშვნელობაზე ვამბობ. როდესაც მე ასე ვფიქრობდი, მე მაშინ უკვე ვიცოდი, რომ გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმა იყო გარდაუვალი. იმიტომ რომ გერმანია ხო თავიდანვე ჰიტლერი და მთელი ამბავი თავიდანვე მიზად ისახავდა აი ეს Drang nach Osten, Lebensraum და ასე შემდეგ რა, რომ ეს აღმოსავლეთისკენ სვლა და სასოცხლო სივრცის გაფართოვება. ანუ გერმანიის, ნაცისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმა იყო გარდაუვალი, განპირობებული იყო ჰიტლერის თავისი პირადი ტარაკნებით და შესაბამისად საზღვრის დასავლეთისკენ გადაწევა იყო სწორი. ოღონდ ჩვენ გვავიწყდება აქ ერთი ნიუანსი. და ამასაც მე როდესმე დავუთმობ ერთ ლექციას სავარაუდო აგვისტოში. რომ არა სტალინის ხარდაჭერა ჰიტლერის მიმართ პოლონეთზე თავდასხმის და პოლონეთის გაყოფის ნაწილში საბჭოთა კავშირსა და ნაცისტურ გერმანიას შორის იყო ბუფერი. ეხლა პოლონეთი ორ კვირაში, სამ კვირაში დამარცხდა და ასე რომ პოლონეთის ხელწამოსაკრავი გვაქვს. ისევ პოსტისტორია მუშაობს. სინამდვილეში პოლონეთი არ იყო ხელწამოსაკრავი, ნიუანსები იყო, მაგრამ ხელწამოსაკრავი არ იყო. და საერთაშორისო გარანტიების გარეშე, სტალინის მხრიდან თანხმობის გარეშე ჰიტლერი პოლონეთზე თავდასხმას ვერ გაბედავდა. შესაბამისად, თვითონ ნაცისტური გერმანიის საბჭოთა კავშირზე თავდასხმა განაპირობა სწორედ პოლონეთის თაობაზე მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმებამ. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი მონაწილეობა, მაგრამ ჩვენ გვავისდება, რომ ჩვენ არ ვართ ამ ომის სუბიექტი. ჩვენ არ ვიყავით სუვერენული ერი, ჩვენ არ ვიყავით დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენ ამ ომში ვიომებდით თუ არ ვიომებდით და თუ ვიომებდით ვის მხარეს ვიომებდით, ჩვენ არ გვეკითხებოდა არავინ. ამ თვალსაზრისით ჩვენი აი ეს ყველაზე დიდი დივერსია, რაც საბჭოთა კავშირმა საბჭოთა იდეოლოგიამ განახორციელა ქართველ და სხვა საბჭოთა ერებში, ამ შემთხვევაში მე ქართველი ერი მაინტერესებს, ხო ჩვენ გვაინტერესებს. ყველაზე დიდი დივერსია იყო ის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით გავიმარჯვეთ ამ ბოროტებაზე და აი ამ გამარჯვებაში გამოიჭედა ახალი ისტორიული რეალობა საბჭოთა ხალხი. და ჩვენ რა თქმა უნდა არ გვევალება რუსეთის ისტორიის კარგად ცოდნა, მაგრამ მე მინდა განახოთ როგორი ნარატივი მეორდება რა. იგივე ნარატივი არის ზუსტად კულიკოვოს ბრძოლაზე. აი კულიკოვოს ბრძოლაზე მიდიოდნენ რაზანელები, ტვერელები, ნოვგოროდელები, ვლადიმერელები, მოსკოველები და ვიღაცები და იქ კულიკოვოს ბრძოლაზე გაიმარჯვეს მონღოლებზე და იქიდან უკვე ბრუნდებოდნენ რუსები. ანუ მანამდე ეს არ იყო რუსიერი და აი იმ მომენტიდან უკვე რუსიერია. და ეს ნარატივი მეორდება მეორე მსოფლიო ომის მიმართებაშიც. მეორე მსოფლიო ომამდე ჩვენ არ ვიყავით
ერთიანი საბჭოთა ერი, ხოლო მეორე მსოფლიო ომში ჩვენ გავიმარჯვეთ და სინამდვილეში ერი ხომ არ არის ბიოლოგიური კატეგორია. სინამდვილეში ერი არის ინტელექტუალური კატეგორია. ანუ ჩვენ იმ ერს მივეკუთვნებით, რომელ ერადაც თავს აღვიქვამთ. ერი არსებობს, ქართველი ერი, რუსი ერი, უკრაინელი ერი, ნებისმიერი რომელიც გნებავთ ერი არსებობს მხოლოდ ამ ერის ცნობიერების თავში, მატარებლების თავში. ანუ თუ მე ჩემ თავში ვატარებ იდეას იმის თაობას, რომ მე ვარ ქართველი, მაშინ სადამე ვარ ქართველი. თუ არა, არა ვარ. ხო და ეს დივერსია, იდეოლოგიური დივერსია მდგომარეობდა იმაში, რომ იყო დიდი ბოროტება, რომელიც მთელს კაცობრიობას და პირველ რიგში ჩვენ გვიქადდა განადგურებას და ჩვენ ერთობლივ ბრძოლაში უზარმაზარი ფასი გავიღეთ, უზარმაზარი სისხლი გავიღეთ და გადავირჩით, ნუ სულ ცოტა ბიოლოგიურად, ფიზიკურად გადავრჩით. ხო? ჩვენ გადავრჩით, დავრჩით დედამიწაზე ცხოვრობთ. ჩვენსავე მიწა-წყალზე. და აი ეს ჩვენ ქართველებს, უკრაინელებს, ბელარუსებს, ლიტველებს, ლატვიელებს, ესტონელებს, რუსებს, ყაზახებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, ყირგიზებს, ტაჯიკებს, უზბეკებს, ვინმე ხარ გამომრჩა, თურქმენებს, არავინ არ გამომრჩა, ყველას გვაერთიანებს და გვაკავშირებს. და თან კაცობრიობის ნათელ მხარეს გვაყენებს. არის კიდევ მეორე ნიუანსი, რითიც სინამდვილეში ეს არ იყო, ხო? სინამდვილეში ეს არ იყო, მაგრამ ამაზე კიდე ითქება. ხო და არის მეორე ნიუანსი. როდესაც ნაცისტური გერმანია დაესხა საბჭოთა კავშირს, აღმოჩნდა, რომ ცალკეული შენაერთების გარდა უმეტესწილად არც მეთაურებს და განსაკუთრებით ჯარისკაცებს ომი, ბრძოლა არათუ არ უნდათ, არამედ ბევრი იყო ისეთი, ვისაც საბჭოთა კავშირი მთელი სული და ხორცით ეჯავრებოდა, ეზიზღებოდა ფინეთის კამპანიის და ბალტიისპირეთის კამპანიის და პოლონეთის კამპანიის დროს მათ, რა თქმა უნდა, არანაირი ეჭვი არ ეპარებათ, ვის მხარეს იყო ძალა, ამიტომ მორჩილად ასრულებდნენ ბრძანებებს და დავალებას, მაგრამ როდესაც კატასტროფა დაატყდა საბჭოთა კავშირს, უცებ აღმოჩნდა, რომ 8 მილიონიანი, დასავლეთში 5,5 მილიონიანი არმიიდან აღმოჩნდა, რომ ომი არავის არ უნდა. თლათ ესე არა, მაგრამ უფრო მეტი იყო, ვისაც არ უნდოდა ბრძოლა, ვინც მზად იყო თავი აერდებინა თავისი ვალდებულებების შესრულებაზე, ვიდრე ის, ვინც მზად იყო თავისი ვალდებულებები მოეხადა პირნათლად. და აქ ამ შემთხვევაში მე საუბარი მაქვს არა მხოლოდ ქართველებზე და შესაძლოა არა იმდენად ქართველებზე, რამდენადაც ბალტიელებზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, მაგრამ მაგალითად, როგორც კი 22 ივნისს გამოცხადდა რადიოში, რომ დღეს ომი დაიწყო, დაგვესხა გერმანია და 23 რიცხვიდან ცხადდება მობილიზაცია, ათასობით და 10,000-ობით ინსტინქტურად, თითქოს ბრძანებას ელოდებოდნენო. ათასობით და 10,000-ობით ლიტველი, ლატვიელი, ესტონელი, ჩეჩენი გაიხიზნა ტყეში. უბრალოდ დატოვეს სახლები მამაკაცებმა, თუ იმეს იარაღი ქონდა გადანახული, გამოათრიეს იარაღი და წავიდნენ ტყეში. იმავე დღეს, როგორც კი გაიგეს, რომ დიდი ომი დაიწყო. ინსტინქტის დონეზე, რეფლექსის დონეზე, ამიტომ ჩვენ შესაძლოა ეს იმდენ არ გვეხება, როგორც ხვებს, მაგრამ ასე ვთქვათ, ყველაზე საშუალოს ავიღებ, საბჭოთა კავშირი ხო რუსების წარმოდგენაში მაინც ხო რუსული სახელმწიფოა და ჩვენ წარმოდგენაში ხო უდავოდ რუსული სახელმწიფოა.
სამოქალაქო ომში, წითლებსა და თეთრებს შორის სამოქალაქო ომში რამდენიც მონაწილეობდა ორივე მხარეს, იმდენი აღმოჩნდა გერმანიის მხარეს 41 წლის ზაფხულში. მიაქცეთ ყურადღება მასშტაბს. აღმოჩნდა, რომ თუ სამოქალაქო ომის დროს რაღაც რაოდენობა იბრძოდა წითლების მხარეს იმ რუსეთისთვის, რომელიცაც ისინი წითლებში ხედავდნენ და რაღაც რაოდენობა იბრძოდა თეთრების მხარეს იმ რუსეთისათვის, რომელსაც ისინი თეთრებში ხედავდნენ, როდესაც გერმანია დაესხა საბჭოთა კავშირს, წითლების მოწინააღმდეგე ხარეს აღმოჩნდა იმდენივე, რამდენიც მანამდე წითლების და თეთრების ხარეს ერთად აღებული. ეს ძალიან დიდი რიცხვია. ანუ რეალურად როგორც კი გაჩნდა საბჭოთა ჯარისკაცს უკრაინელს რუსს თუ ასე შემდეგ, როგორც კი გაუჩნდა იმედი, რომ ეს რეჟიმი შეიძლება წაიქცეს, მაშინვე ყველა მსადა, რომ ამ რეჟიმის წაქცევაში წვლილი თუ არ შეეტანა, ყოველ შემთხვევაში მის გადარჩენაში არ შეეტანა წვლილი. ეს გაკეთა ძალიან სწრაფად. 41 წელს ტყვედ აღმოჩნდა, იმ 5,5 მილიონს, რომელიც უკვე იყო მობილიზებული, დაემატა 8 მილიონი მობილიზაციით, 13 მილიონი ადამიანიდან 41 წლის ზაფხულში ტყვედ აღმოჩნდა 4,5 მილიონი ადამიანი. ამ 4,5 მილიონი ადამიანიდან სხვადასხვა მონაცემებით 9,5 მილიონიდან 1,5 მილიონამდე გამოთქვა სურვილი ამა თუ იმ ფორმით ჩამდგარიყო გერმანელების სამსახურში. ყოველ შემთხვევაში 450,000, მინიმუმ 450,000 ეგრეთ წოდებული გერმანულად ხივი, ნებაყოფლობითი დამხმარეები, რომლებიც კინოქრონიკებიც არის, რომ არ არიან გერმანიის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, ჯერ კიდევ საბჭოთა ფორმა აცვიათ და უკვე ეხმარებიან არტილერისტებს, ჭურვებს აწვდიან, რომელსაც ისინი ესვრიან მათ ყოფილ თანამებრძოლებს. პლუს კიდევ რაღაც რაოდენობა ადამიანები მერე თანდათან გადაიბირეს და თავის ხარეს გადაიყვანეს. მაგრამ 450,000, 4,5 მილიონი ტყვედ ჩავარდნილი საბჭოთა ჯარისკაციდან 450,000 ადამიანი იძულების გარეშე ნებაყოფლობით გადავიდა გერმანელების ხარეს. ანუ ენთუზიაზმით იყო გერმანელების ხარეს. და ეს ძალიან საინტერესო რამ არის სინამდვილეში რა. და ჩვენ მიგვაჩვიეს ამ აზრს, რომ ჩვენ ქართველებმა გავიღეთ ყველა რესპუბლიკაში. ნახეთ ჩვენი ნარატივი როგორია, რომ საქართველოს რესპუბლიკამ გაიღო პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი იმ რესპუბლიკებს შორის, რომელთა ტერიტორიაც არ მოყვა ოკუპაციაში. ჩვენზე მეტი მსხვერპლი ნახა მხოლოდ უკრაინამ და ბელარუსმა. ყველაზე დიდი მსხვერპლი ბელარუსმა ნახა. ეს ჩვენ პროცენტულად ყველაზე მეტი მსხვერპლი გავიღეთ იმ რესპუბლიკებს შორის, რომლის ტერიტორიაზე არ იყო ოკუპაცია. რუსები ამბობენ, თლიანად რაოდენობაში რუსები იყო ყველაზე დიდი მსხვერპლი. ყველაზე მრავალრიცხოვანი ერი იყო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და შესაბამისად მსხვერპლის მისი ყველაზე დიდი იყო. ოსები მაგალითად ამბობენ, რომ ყველაზე დიდი მსხვერპლი პროცენტულად ჰქონდათ მათ, ეთნიკურად ოსები. ხოლო ბელარუსებს რეალურად ყველაზე დიდი მსხვერპლი ჰქონდათ, მათი ტერიტორია ყველაზე საიმედოდ იყო ოკუპირებული, ყველაზე დიდი რაოდენობის ქალაქები და სოფლები იქნა გადამწვარი. ეხა იქ დაემთხვა, რომ ბელარუსში უტევდა სარდლობასაც გააჩნდა, ვისაც აწარმოებდა საბრძოლო ოპერაციებს რა. მოკლედ, ჩვენ საუბრობთ, ჩვენ ვეჯიბებით ერთმანეთს ამ მსხვერპლში, მაგრამ ამ თემას რომ მივყვებით, თანხმდებით იმაზე, რომ ჩვენი საერთო კოლექტიური მსხვერპლი არის ყველაზე დიდი. აბა ვინ? ბრიტანელები და ამერიკელები რაღაცა ამერიკელებმა 10,000 ადამიანი დაკარგეს, ბრიტანელებმა 100,000 ადამიანი დაკარგეს.
ხოლო ჩვენ აი რამდენი ამერიკაზე მეტი მსხვერპლი საქართველოს გაიღო 100 ჯერ უფრო დიდია საქართველოსზე ამერიკა მაგრამ თანაბარი მსხვერპლი გავიღეთ და ეს რაღაც მარაზმატიკული მე არ ვიცი რა ქვია ამას ეს არის ჩვენი სიამაყის საგანი რომ ჩვენ ყველაზე დიდი მსხვერპლი გავიღეთ ჩვენ ამითი ვაფასებთ ჩვენს წვრილ სამომში თუმცა ჩვენ არავინ გვეკითხებოდა ჩვენთვის არავის არასოდეს უკითხავს რამდენს გავიწევდით სად ვიომებდით სად დავიხებდეთ სად არ დავიხებდით ჩვენ ამას არავინ გვეკითხებოდა ეს არ არის ჩვენი სიამაყის საგანი ჩვენ ცხოვრებივით გაგვრეკეს და არანაირი ილუზიები არ ქონდა ქართულ ჯარისკაცს რა სასაკლაოზე მიგვერეკებოდნენ ნუ ბაბუაჩემი თანამდებობის პირი იყო და როგორც კი მობილიზაცია გამოცხადა ეგრევე გამოცხადა ვაენკომატში და მატარებელში მანამდე ჩასვეს და მანამდე წაიყვანეს სანამ 3 დღეში მოვიდოდა ბრონი იმიტომ რომ ბაბუაჩემი ისეთ თანამდებობაზე იყო რომ მას ჯავშანი ეკუთვნოდა მას არ ეკუთვნოდა მობილიზაცია ბაბუაჩემი ფრონტზე არ უნდა მოხვედრილიყო მაგრამ იდეინი იყო თუ რატო მოკლედ მაგრამ აქ ნიუანსი არის ესეთი ჩემი კლასელის ბაბუა მოხდა თითელ არმიაში მობილიზაციით ჩავარდა ტყვეეთ სადაც ტყვეებიდან გაქცევა დაიჭრა და ისევ ჩავარდა ტყვეეთ მერე სადა ისევ ტყვეებიდან გაქცევა ოღონდ ეს როგორც გაქცევისკენ მიდრეკილი გადაიყვანეს უფრო საზღვრისპირა ახალ ოკუპირებული ტერიტორიიდან უკრაინიდან გადაიყვანეს სიღრმეში და იქ სიღრმეში რო გადაიყვანეს იქიდან გაიქცა ტყვედ და უკვე გაიქცა არა აქეთ არამედ იქით დასავლეთისკენ და შეუერთდა ფრანგულ რეზისტანსში ანუ პარტიზანულ მოძრაობას იატაკქვეშა მოძრაობას იქ გაიჩინა ქალი და ბედნიერად ცხოვრობდა პარიზში სტალინის სიკვდილამდე მერე სტალინი როცა მოკვდა ჩამოვიდა და დაუბრუნდა თავის მონატრებულ ცოლს და სიბერიაში ხარ ჩემი კლასელი ჩვენ როცა პატარა ბიჭები ვიყავით სკოლის მოწაფეები რო ვიყავით ბაბუას უკვე მოხუცი იყო და უკვე სკლეროზი თანდათან თავს იჩენდა მოკლედ ავიწყდებოდა ყველაფერი მაგრამ თავისი მისამართი პარიზში ახსოვდა მაგრამ აქ ნიშანდობელია რომ მას არანაირი ილუზია არ ქონდა იმის თაობაზე ომის მერე საწასულიყო სტალინის სიკვდილამდე რომ პარიზში უნდა დარჩენილიყო ეგ იცოდა ზუსტად კიდევ უფრო საინტერესო ისტორია ჩემს ერთ მეგობრის ბაბუას შეემთხვა როდესაც დაკითხეს ტყვედ როგორ ჩავარდა იმის თაობაზე იმიტომ რომ ტყვედ ჩავარდნილები ხო მოღალატეები იყვნენ ავტომატურად და ციმბირი ემუქრებოდათ აქეთ მატარებელში რო ჩამცვაო და კარი დამიკეტაო ჩვენ საბჭოთა ფარაჯიანმა ხაკისფერ ფარაჯიანმა ჯარისკაცმაო შვილო დამკითხველს ეუბნება მატარებელი რო გაჩერდაო იქით შავ ფარაჯიანმა ჯარისკაცმა გამიღო კარი როგორ მოხდი ტყვედ უიარაღოდ მატარებელში ჩასვეს და ჩაიყვანეს ესე იგი გერმანელების განლაგებაში მაგალითად ასე რომ მე ეს მატარებელი შემთხვევით არ გავიხსენე უმეტესწილად ჩვენთვის არავის უკითხავს გვინდოდა ომი არ გვინდოდა ომი და თუ გვინდოდა ვის მხარეს გვინდოდა ომი მაგრამ როდესაც ომი დამთავრდა ჩვენ აი ეს მსხვერპლი რომელიც საქართველოს გაიღო რომელიც ის სისხლი რომელიც საქართველოს დაადინა სტალინის რეჟიმმა ჩვენ ეს ტრაგედია შეგვიცვალეს ზეიმით რომელსაც დღესაც გვაზეიმებენ სინამდვილეში რა რომელსაც ბევრი ჩვენგანი დღესაც და აქ მუშაობს ესეთი ფსიქოლოგიური მომენტი თუ ომის დასაწყისში იმათ ვისაც საბჭოთა რეჟიმი არ მოწონდა მაგრამ ტერორის გამო ვერ ბედავდა მის ნამდვილ ხმის ამოღებას ამ ბრძოლას არანაირი შანსი არ ქონდა ბრძოლის როგორც კი სტალინურ რეჟიმს სერიოზული გამოწვევა კრიზისი დაუდგა
ყველას მოეცა, ვინცაც არ მოწონდა, ყველას გაუჩნდა იმედი, რომ იქნებ ზოგს არა. ზოგს მოწონდა საბჭოთა რეჟიმი. ზოგს საბჭოთა რეჟიმი კი არ მოწონდა, მაგრამ იმედი მაინც არ ქონდა, რომ ეს წაიქცეოდა. ხოლო ზოგს საბჭოთა რეჟიმი არ მოწონდა და იმედიც ქონდა, რომ ის წაიქცეოდა. აი იმათი იმედები დაიმსხვრა. მერე თანდათან. და ადამიანის ფსიქოლოგიაში არის ეს მომენტი ცნობილი, რომ დათურო მოგერება ბაბაია დაუძახეო კია ქართული ანდაზა, მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგიაში ეს მომენტი არის. როდესაც ჩვენ ყველა იმედი გადაგვეწურება და საბოლოოდ დავმარცხდებით, როდესაც ჩვენ მორალურად გავწყდებით, როდესაც ჩვენ თავის დაღწევის არანაირი იმედი აღარ გვაქვს, მაშინ ფსიქოლოგიურად გება მომენტი შეგუების. ჩვენ გვირჩევნია ვიყოთ გამარჯვებულ მხარეს და არა დამარცხებულ მხარეს. ძალიან ძნელია ამ ტრაგედიის ტარება თაობიდან თაობაში. ჩვენ ძალიან ძიმე ისტორია გამოვიარეთ, მაგრამ ამ ისტორიის მანძილზე რაღაცნაირად შევძელით, რომ სახელმწიფოებრიობა თითქმის ბოლომდე შევინარჩუნეთ და ხანმოკლე პაუზის მიუხედავად მაინც სახელმწიფოებრივი ცნობიერება და შესაბამისად გარკვეული სილაღე, თავდაჯერებულობა და სიამაყე და ამპარტავნება თუნდაც, რაც ცუდია, მაგრამ რაც არის, ჩვენ შევინარჩუნეთ რაღაც მომენტში, ხო? რასაც მაგალითად ვერ ვიტყვით რაღაც მომენტამდე სომხებზე, რომლებაც სომხური სახელმწიფოებრიობა 1000 წლეული დაკარგეს, თუმცა არც სახში, ყარაბაღში ბრძოლა მე-17 საუკუნეშიც გრძელდებოდა. თქვათ, ერეკლე მეორეს წერილი ეკატერინას, იქ ეუბნება ერეკლე მეორე, აი აქ არც სახში სომეხი მელიქები იბრძოდნენ, მაგრამ ეხლა უკვე ხანები არიან რა, მელიქები აღარ არიან, დამარცხდნენ. ხო, მე-17 საუკუნეში ჯერ კიდევ იბრძოდნენ. ვახტანგ მე-18 საუკუნეში ვახტანგ მე-6-ემ რო რუსეთისთან ერთად ლაშქრობა რო დააბირა ირანში, ეს სომეხი მელიქები ყარაბაღში, დღევანდელ ყარაბაღში ჯერ კიდევ იბრძოდნენ. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დამარცხდა გატყდა რა. ასურელებმა 2800 წლის წინ დაკარგეს თავისი სახელმწიფო და იდენტობა დღემდე არ დაუკარგავთ და ამითი ცხოვრობენ. და ეს ძალიან მძიმეა. ებრაელებმა 2000 წლეული დაკარგეს სახელმწიფოებრიობა და სულ ახლახანს აღადგინეს თავის სახელმწიფოებრიობა და სავსებით თავდაჯერებულები, შესაძლო ამაყები, შესაძლო ამპარტავნები, მაგრამ საკმაოდ სიცოცხლისუნარიანები არიან. და დაუბრუნდეთ ჩვენ თავს. ჩვენ აღმოჩნდით სიტუაციაში, როცა ყველა იმედი საბოლოოდ გადაიწურა ყველა იმედი და ეს საბჭოთა პერიოდის ქართულ ლიტერატურაში და მხატვრულ კინოშიც ხანდახან ჩანს ხოლმე. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა ნარატიული ისტორია, ანუ წერილები. ჯარისკაცების წერილები ოჯახში. და აქ მინდა რამდენიმე წლის წინ ვიყავი ძალიან საინტერესო კონფერენციაზე, მეორე აი ამ მაისის დღეები იყო და მეორე მსოფლიო ომის თემატიკას ეძღვნებოდა კონფერენცია და მეც მქონდა ჩემი რაღაც მოხსენება. და ერთ პატარა ჯგუფს, რამდენიმე კახელი ქალბატონი იყო. კახეთში ჰქონდა შეგროვილი კახელი ჯარისკაცების წერილები. და ცალკე იყო ძალიან საინტერესო სერია წერილების. ჩვენ ხო მეორე მსოფლიო ომზე ვსაუბრობთ და არა დიდ სამამულო ომზე. აქ იყო კახელი ჯარისკაცების წერილები, რომლებიც წითელ არმიაში იყვნენ გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირზე თავდასხმამდე და მონაწილეობდნენ საბჭოთა კავშირის პოლონეთზე თავდასხმაში. იმ ჯარისკაცების წერილები. და ზოგი წერილი არის ბალტიისპირეთიდან, ბალტიისპირეთის ოკუპაციის ამსახველი, ზოგი არის ფინეთის ომიდან და დიდი მასივი არის
ბელარუსში და უკრაინაში განთავსებული ნაწილები, როგორ გრძნობენ უკვე რომ მათ უპირებენ პოლონეთში შეყვანას, რომ ხვდებიან რომ ტყუილად არ არიან ისინი იქ და მერე უკვე როგორ შედიან პოლონეთში და კიდე სხვა წერილები, რომლებიც უკვე პოლონეთში მსახურობდნენ უკვე ეგრეთ წოდებულ დასავლეთ ბელარუსსა და დასავლეთ უკრაინაში, დღევანდელ დასავლეთ ბელარუსსა და დასავლეთ უკრაინაში. და ამ წერილების გარკვეულ ნაწილში არის ერთი საინტერესო ნიუანსი. ძალიან ბევრი ქართველი ჯარისკაცი აღნიშნავს გამოთქვამს უკმაყოფილებას, გამოთქვამს სირცხვილისნობას ან სიბრაზეს იმის თაობაზე თუ როგორ იქცევიან რუსი ჯარისკაცები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ანუ მე მინდა კი სოციალური ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ და რას აღნიშნავენ, რა არ მოწონთ? არ მოწონთ, რომ ეს რუსი ჯარისკაცები არიან ქურდბაცაცები. ყველაფერს იპარავენ. არიან მოძალადეები, ძალადობენ. არიან ჰიგიენასთან ძალიან მწყრალად. და სხვადასხვა ფორმით ეს ჯარისკაცები ამას აღწერენ. ანუ ქართველი ჯარისკაცი, მე არ ვიცი ხა იმერელები და გურულები თუ გახლავდებიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს კახელი ჯარისკაცები, რომელთა წერილებიც ამას წარმოადგენს, ბევრი მათგანი აღნიშნავს იმას, რომ მათი თანამებრძოლი რუსი ჯარისკაცები შეიძლება ისინი ვერ არჩევენ რუს, ბელარუს, უკრაინელს, არ მახსოვს, მაგრამ რუსებად მოიხსენებენ შესაძლოა ყველას, ვინც რუსულად ელაპარაკებათ, ან ყველას, ვინც მათზე ქერაა. მაგრამ როგორც ჩანს, მაინც რუსებია უმეტესწილად და ამბობენ, რომ ესენი არიან, ნუ ხორებს ადარებენ, საქონელს ადარებენ, აფქრებს ადარებენ, ტურებს ადარებენ, ძაღლებს ადარებენ და ძალიან არ მოწონთ, როგორ იქცევიან ისინი ოკუპირებულ და აქ ჩანს ნიუანსი, რომ მათ არ მოწონთ, მათ ომის მოლოდინი არ მოწონთ 39 წლის აგვისტოში. მათ ომის მოლოდინი არ მოწონთ 39 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში. მათ არ ქართველ ჯარისკაცს არ მოწონს, რომ მას უწევს, აი პოლონელი ერი იბრძვის, ერთი ფრონტი აქვს, გერმანელებს ებრძვის და ეხლა ჩვენ აქედან ზრუგში მახვილონი ჩავარტყათ, ეს არ მოწონთ. და მე იმ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნისას მათ არ მოწონთ, როგორ უყურებენ მათ იციან რომ სამართლიანად უყურებენ ავად. და ქართულ ჯარისკაცს ცხვენია და არ მოწონს. და იცის რომ ის მართალია, ვინც მას ავად უყურებს და ეს თვითონ აქ რო არის მტყვანია. მან ეს იცის. და მე ის მიკვირს მათ როგორ არიშინოდათ ამ წერილების სახში წერა. და მათ არ მოწონთ როგორ იქცევენ მათი ასე ვთქვათ თანამებრძოლები რა. მათ არ აქვს ქართულ ჯარისკაცს არ აქვს იმ მომენტში 39 წელს პოლონეთში არ აქვს რუს ჯარისკაცთან თანამებრძოლობის და ერთიანობის განცდა. ის მე რო პატარა ვიყავი და საბჭოთა კავშირში დავიბადე, მოსკოვში დავიბადე, საქართველოში გავიზარდე, მოსკოვში ხშირად ჩავდიოდი, იმიტომ რომ მოკლედ. და მე სანამ გავიგებდი რომ საბჭოთა კავშირი ერთიანი სახელმწიფოა. მე ვიცოდი რომ აგერ არის საქართველო და მის დედაქალაქია თბილისი, სადაც ცხოვრობენ ქართველები, ხოლო იქ არის რუსეთი, იქ ცხოვრობენ რუსები, დედაქალაქია მოსკოვი და მე რაღაც მომენტში მე გამიჩნდა კონფლიქტი, რომ ჩვენ ერთი და მიხსნიდან ახლა ისე რომ ძიმე ისტორია გამოვიერეთ, რუსეთში რაღაცნაირად ესე აღმოჩნდით, რომ თან და ყოველი შემთხვევაში ყველაფერს ვიკითხავ სკოლაში, მაფრთხილებდა მამაჩემი, რომ რაღაცების სკოლაში არ მეკითხა. მაგრამ ნიუანსი ეს ნიუანსი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი იყო, რომ მე გზნობდი ამ განსხვავებას, ხედავდი რომ სხვადასხვაა რა. მაგრამ ისინი ზრდასრულები გზნობდნენ ამ განსხვავებას და წავედ განიცდიდნენ. და მე არ გამიკვირდებოდა მათგან, რომ გერმანიის თავდასხმის მომენტში მათ თუ იმედი გაუჩნდათ, რომ გერმანია შეიძლება საბჭოთა კავშირს მოერიოს, მათ შეეცვალათ მხარე. ან შეიძლება ვერ, იმიტომ რომ მას კი არ მოწონს რუსები, მაგრამ თვითონ ხო თავისი მხედრული ღირსება აქვს. შეიძლება
ქართველების გამორჩეულად მაღალი მსხვერპლი განპირობებული იყო სწორედ ქართული ეთიკით. შესაძლოა სწორედ ამით, რომ კი მე არ მომწონს ჩემი რუსი თანამებრძოლები, მაგრამ მე ხომ მტრის ხარეს არ გადავალ და არ გავიქცევი ბრძოლის ვერიდან დავუშვათ. შეიძლება ჩვენში მსხვერპლი ცოტათი მაღალი იყო ვიდრე საშუალოდ. ჩვენი ქართული მორალისა და ეთიკის ჩვენი ღირებულებების გამო. მაგრამ მე კიდევ მინდა 2 სიტყვა თქვა იმის თაობაზე, თუ რა იყო ეს ომი და რატო არის ეს მსხვერპლი სტალინის ბრალი და არა ჰიტლერის. მე მინდა ამას მივაქციო ჩვენი ყურადღება, რომ ჩვენ ეს მსხვერპლი კი არ გავიგეთ, ჩვენ ეს სისხლი დაგვადინეს, ჩვენ ეს ხარკი აგვართვეს. და აი აქ მინდა მივაქციო ყურადღება, როგორ საინტერესოდ სხვადასხვანაირად შეიძლება დავითვალოთ ამა თუ იმ მონაწილის წვლილი აი ამ ომში. სწორედ იმის გამო, ეხლა ძალიან დეტალებში ვარ წავიდე. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ პრინციპში არაფერი გვაქვს სათქმელი იმის თაობაზე თუ რა წვლილი შევიტანეთ ამ ომში. ჩვენ ქართველებს არ გულისხმობ მხოლოდ, გულისხმობ მთელ საბჭოეთს ამ შემთხვევაში. ჩვენ ვაკეთებთ აქცენტს მსხვერპლზე. იმიტომ რომ სხვა წვლილი ჩვენ არ შევიტანეთ. ეს არის ინდუსტრიული ომი. მეორე მსოფლიო ომი და პირველი მსოფლიო ომი და შემდეგ მეორე მსოფლიო ომი არის ინდუსტრიული ომი. ამ ომს იგებს ის, ვინც მეტ ჭურვს და ტყვია-წამალს აწარმოებს, ვინც მეტ ტანკს და თვითმფრინავს აწარმოებს. ეს არის მოტორიზებული ომი. განსხვავებით უკვე პირველი მსოფლიო ომისგან, ხო? მსგავსად პირველი მსოფლიო ომისა არის ინდუსტრიული და იგებს ის, ვინც მეტს აწარმოებს. ხოლო განსხვავებით პირველი მსოფლიო ომისგან, ეს არის მობილური, მოტორიზებული ომი და იგებს ის, ვინც უფრო სწრაფად ახერხებს ძალების კონცენტრაციას იქ, სადაც საჭიროა. მასასადამე და აქ უკვე გადამწყვეტი ხდება ლოგისტიკა. და ეხლა რო გავყვეთ. ინგლისელები მშვიდად წყნარად ბომბავდნენ გერმანიას, მაშინ როცა ჩვენი საბჭოთა ჯარისკაცები ზანგრებში იხოცებოდნენ. თეზისი. ის რაოდენობა 8,8 ეს 88 მმ-იანი გერმანული საზენიტო ქვემეხები, რომელიც ერთადერთი იარაღი იყო ყველაზე თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ტანკების წინააღმდეგ, T-34-ის წინააღმდეგ. T-34-ის წინააღმდეგ და KV-1-ის წინააღმდეგ გერმანელებს ჰქონდათ ერთი ქმედითი იარაღი, ეს იყო საზენიტო артиლერია. საზენიტო ქვემეხი, რომელსაც უნდა თვითმფრინავის მოერტყა. საზენიტო ქვემეხები, რომელიც იცავდა გერმანიის ცას ბრიტანული დაბომბებისგან, ბრიტანული დაბომბები რო არ ყოფილიყო, იქნებოდა მომართული საბჭოთა ძალების წინააღმდეგ, საბჭოთა ტანკისტების წინააღმდეგ. აი, შიგ მატორში გაარტყესო, შენი ჭირით წაუღიაო, გიორგი მახარაშვილის ტანკის არ იყოს. გოდერძი მახარაშვილის ტანკის არ იყოს. ჯარისკაცის მამადან. მხოლოდ 20% ქვემეხების იყო აღმოსავლეთ ფრონტზე. 88 მმ-იანი ქვემეხების 80% იცავდა გერმანიის ცას. რომ არა ბრიტანული და ამერიკული დაბომბვები ტანკებში დანაკარგი ჩვენ და შესაბამისად ეკიპაჟებში გვექნებოდა 4-ჯერ, 5-ჯერ უფრო მაღალი ვიდრე ჰქონდა რეალობაში. აი მაგალითად წვლილი. ჩვენ შეგვაქვს წვლილი სისხლით, ხოლო მათ შეაქვს წვლილი ინდუსტრიით. შემდეგ წყალქვეშა ნავები, რომლებიც ცდილობდნენ ბრიტანეთის ბლოკადას, რომ ბრიტანეთს არ ეწარმოებინა საბრძოლო მასალები და ტექნიკა თავის კუნძულებზე, აი ეს ომი ატლანტიკაში, რომელიც რა მოხდა ახლა, რამდენიმე ათეულის წყალქვეშა ნავი დაცურავს, რაღაც გემები ჩაძირეს, დიდი ამბავი, აქ ჩვენ მილიონობით ხალხი დავკარგეთ ბრძოლის ველზე. მოკლედ, რომ ავწონოთ ეს წყალქვეშა ნავები,
მივიღებთ დაახლოებით 10 ტანკის წონას. რაც ტანკები ყავდა გერმანიას აღმოსავლეთ ფრონტზე, იმ ტანკებზე 10-ჯერ მეტი ჯამური წონის ფოლადი დაიხარჯა იმ დიზელ წყალქვეშა ნავებს. ანუ ტანკები იქნებოდა გაცილებით მეტი. თუ ჩვენ დავთვლით ეხლა წყალქვეშა ნავი და ტანკი არ არის მხოლოდ ფოლადი, ხო? პლუს არის ძრავები და ასე შემდეგ აგრეგატები. წყალქვეშა ნავი უფრო რთული კონსტრუქციაა ვიდრე ტანკი. ანუ არა 10-ჯერ, არამედ 15-ჯერ მეტი ტანკის წარმოება შეძლებდა გერმანია. თუ ჩვენ დავთვლით რა რაოდენობის დიზელ საწვავს ხარჯავდა გერმანია წყალქვეშა ნავებზე და ჩვენ მაშინ შეგვიძლია ვარაუდოთ ამ რაოდენობიდან, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე გერმანია შეიძლება ყოლოდა არა მხოლოდ ბენზინზე მომუშავე ტანკები, არამედ დიზელზე მომუშავე ტანკები დიდი რაოდენობით. რაც ასევე გაგვირთულობდა ცხოვრებას. კიდევ როგორი იყო წვლილი? აი ეს მოსკოვის ბრძოლა, რომელიც მე ვახსენე, ბავშვობისადაც თამაშობდი. იმ მოსკოვის ბრძოლაში, აი ეს 28 პანფილოველმა რო თავი გამოიჩინა და ამ შემდეგ, მოსკოვისათვის ბრძოლა 41 წლის შემოდგომაზე გერმანიამ როცა ომი დაიწყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მას ყავდა ყველა მოდიფიკაციის 3500 ტანკი. მუხლუხებიანი ტარაკნების ჩათვლით. ხოლო საბჭოთა კავშირს ყავდა 20000-ზე მეტი. და ეს 20000 ტანკი უკვე განადგურებული იყო. აი ამ 20000-ზე მეტი ტანკიდან მოსკოვისათვის ბრძოლის მომენტისთვის, უпростоრად ნოემბრისთვის შორეული აღმოსავლეთიდან შეძლეს ბოლო 1000 ტანკის გადმოყვანა, რომელთაც მოსკოვისათვის თავდაცვის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ. კონშეტევაში მიიღო იმ 1000 ტანკმა მონაწილეობა. ხოლო მოსკოვს იცავდა 1000 ტანკი, რომელთაგან მხოლოდ 500 დაახლოებით 500 იყო იმ 20000 რაღაციდან, რომელიც ომის დასაწყისში ჰქონდა საბჭოთა კავშირს. ხოლო კიდევ 500 ტანკი იყო უკვე ლენდლიზით მიღებული. ანუ მოსკოვი თავს იცავდა, რაც მოსკოვს იცავდა, იმის ნახევარი იყო ამერიკული და ბრიტანული შერმანები და ჩერჩილები. ამერიკამ პირველი დახმარება გამოაგზავნა მანამ სანამ ლენდლიზი გაფორმდებოდა და პირველი ტვირთები სექტემბერში მიიღო საბჭოთა კავშირმა. აგვისტოში მიიღო პირველი ტვირთები, სექტემბერში გაფორმდა ლენდლიზი. ბრიტანელებმა, რომლებიც თავის კუნძულებზე იყვნენ, ასევე გამოაგზავნეს ტანკები და 500-ზე მეტი ტანკი იცავდა მოსკოვს და ეს იყო რუსეთის ტანკების ნახევარი იმ მომენტში. და მეორე მხარეს გერმანიასაც იმ მომენტში ყავდა მხოლოდ 500-მდე ტანკი დარჩენილი იმ 3500-დან, რომელთაც შეტევა დაიწყო. ასე რომ ჩვენ როცა მსხვერპლზე საუბრობთ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მსხვერპლის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო განპირობებული საბჭოთა ჯარის სტრუქტურით და საბჭოთა სარდლობის ქმედებებით მნიშვნელოვანწილად. თუმცა მე ვფიქრობ, გამიგზელდა დღეს უკვე და ალბათ ყველანი დავიღალეთ და მე ალბათ ერთ მოხსენებას, ერთ ლექციას შავატარებ იმაზე, თუ რისგან და როგორ შედგა საბჭოთა მსხვერპლი და მათ შორის ქართული მსხვერპლი. და რომ ეს მსხვერპლი იყო არა ბრძოლის ველზე მსხვერპლი, ანუ ის მსხვერპლი, რომელიც უნდა ყოფილიყო ბრძოლის ველზე, არამედ სარდლობის მიერ გაღებული ხარკი. იმიტომ რომ იმავე რაოდენობის ჯარით, რაც ყავდა გერმანიას დასავლეთ ფრონტზე, ხო, ის რომ ვიცოდეთ რა, ჩვენ გვეუბნებიან, რომ დასავლეთ ფრონტზე არაფერი არ ყავდა. მე-13-დან ნახევრამდე ძალების, საშუალოდ 40%, სხვადასხვა ძალების 40%, ზოგი 30-დან 40%-მდე გერმანიას ყავდა დასავლეთ ფრონტზე. ნუ артиლერია, საზეიმო артиლერიას თუ არ ჩავთვლით და წყალქვეშა ნავებს თუ არ ჩავთვლით. და ის, რაც გერმანიას ყავდა დასავლეთ ფრონტზე, მოკავშირეებს გერმანიაზე უპირატესობა ჰქონდათ დაახლოებით ისეთივე, როგორიც გერმანიაზე უპირატესობა ცოცხალძალაში შეტევით ოპერაციებში ჰქონდა საბჭოთა კავშირს. მაგრამ ამავე დროს მოკავშირეებს მსხვერპლი ჰქონდათ გაცილებით ნაკლები ვიდრე საბჭოთა კავშირს და ეს განსხვავება იყო განპირობებული სწორედ იმითი, რომ დასავლეთ ფრონტზე სარდლობა იყო ანგარიშვალდებული მთავრობის წინააღმდეგ,
ხოლო მთავრობა იყო ანგარიშვალდებული ამომრჩევლის წინააღმდეგ, ხოლო ამომრჩევლს არ უნდოდა უაზრო მსხვერპლი. ამიტომაც მთავრობა და სარდლობა ცდილობდა რაც შეიძლება რაციონალურად გამოეყენებინა ეს რესურსი და ტყუილ უბრალოდ უაზრო მსხვერპლი არ ყოლოდა. და როცა მას ეს ამოცანა ჰქონდა, მისი მსხვერპლი იყო 10 ჯერ ნაკლები, ვიდრე საბჭოთა გენერლების მსხვერპლი, იმიტომ რომ საბჭოთა გენერლებისგან არ ითხოვდნენ მსხვერპლის შემცირებას, მათგან ითხოვდნენ და ჟუკოვი დააწნაურეს ახლო აღმოსავლეთთან, შორეული აღმოსავლეთთან გადმოიყვანეს ცენტრში და დასავლეთში, მხოლოდ იმის გამო, რომ ჟუკოვი ყველაზე უყოყმარო და უმოწყალოდ წირავდა მსხვერპლად დიდი მასებით ხალხს. ეს იყო ერთადერთი, რაც გამოარჩევდა ჟუკოვს სხვა სარდლების ფონზე, თუმცა არც სხვები იყვნენ თეთრი და ფუმფულა. ასე რომ მსხვერპლი, რომელიც ჩვენ გავიღეთ, ეს არის არა ჩვენი მსხვერპლი, რომელიც ჩვენ გავიღეთ დიდი ბრძოლის და დიდი გამარჯვების სამსხვერპლოზე, არამედ ეს არის ხარკი, რომელიც ჩვენ აგვართვეს ჩვენი ნების წინააღმდეგ და ეს არის სისხლი, რომელიც ჩვენ დაგვადინეს ჩვენი ნების წინააღმდეგ, არა ჩვენმა ფარველმა, ჩვენმა მთავრობამ, ჩვენმა მოკავშირემ, ჩვენმა ძმამ და უფროსმა ძმამ და მეგობარმა და ამჟამად, არამედ ჩვენმა დამპყრობელმა, ჯალათმა და მტარვალმა, ტირანმა, დესპოტმა და სატრაპმა. აი მათი მსხვერპლია ეს 300,000. ჩვენ არ უნდა უდიდესი მკრეხელობაა ჯერ ის, რომ იმ 27 თუ 40 მილიონიან მსხვერპლს ესე ზარზემით აღნიშნავენ ეს კრეტინები, ეს დეგენერატები. მკრეხელობაა ჯერ ერთი ეს და მეორე მკრეხელობაა, რომ ჩვენ აქ ზოგიერთი ჩვენთან ერთად, ჩვენი თანამოძმე, თანამოქალაქე აღნიშნავს ამ ჩვენს მიერ გაღებულ მსხვერპლს ჯალათებთან ერთად. ეს იგივეა, რომ ჩვენ ქელეხში ჯალათი დავპატიჟოთ, ან ეს იგივეა, რომ პირიქით ჯალათმა, რომელმაც ჩვენი წინაპარი დაამარცხა და ბრძოლის ველზე დაამარცხა, აწამა და მოკლა და ამ გამარჯვებას, ის თავის გამარჯვებას ჩვენ მარცხს აღნიშნავს, ჩვენ მას ვიახლოთ და მას ერთად ვიზეიმოთ. აი ეს არის ჩვენი 9 მაისობა. და ეს 9 მაისობა კატეგორიულად განსხვავდება 8 მაისისგან, როცა მთელი ცივილიზებული კაცობრიობა აღნიშნავს აი იმ უდიდესი სისხლის ზღვის და იმ ბოროტების დასრულებას. ეს მინდა რომ ჩვენ გავუზიაროთ ჩვენს გარშემო, ჩვენ უნდა ეს ვიცოდეთ, რომ ეს მსხვერპლი ჩვენ კი არ გვაერთიანებს რაღა დიდის ამბავში იმ ვიღაც დესპოტთან, გველეშაპთან, ლევიათანთან. არამედ პირიქით ეს არის სისხლი, რომელიც მან ჩვენ ამოგვწოვა. ეს არის მეორე მსოფლიო ომი. მე მგონი კითხვები აღარ იქნება დღეს. დიახ, ისმენთ. დიდი მადლობა, ბევრი რამ საინტერესო იყო. ჩემთვის ბევრი სიახლე იყო თქვენს ნათქვამში. უღრმესი მადლობა. დასაწყისში თქვენ თვით რიბენტროპ-მოლოტოვის ფაქტზე, მაგრამ აი ეს კარგად ვერ გავიგეთ. თქვენ ასეთი რაღაც თქვით. რომ არ ყოფილიყო რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი, გერმანია საბჭოთა კავშირს თავს არ დაესხმებოდა. და აი ეს ვერ დაესხმებოდა. ეს კარგად იქნებ უფრო კარგად განმარტოთ რატო. გერმანიასა და საბჭოთა კავშირის შორის იქნებოდა პოლონეთი. ანუ რომ არა რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი, გერმანია ვერ გაბედავდა პოლონეთზე თავდასხმას. და თუ გერმანია ვერ გაბედავდა პოლონეთზე თავდასხმას, საბჭოთა კავშირს და გერმანიას შორის იქნებოდა პოლონეთი. და შესაბამისად გერმანია უბრალოდ არ შეეძლებოდა გერმანიას საბჭოთა კავშირზე თავდასხმა. ამიტომ მიცით რა, მე მქონდა ძალიან დიდი დილემა, ხშირად არის ხოლმე, რომ აი ღმერთის არსებობა არ არსებობაზე როცა იწყებენ საუბარს, ერთ-ერთი არგუმენტად მოყავთ ხოლმე მეორე მსოფლიო ომი და ის მსხვერპლი, რომელიც აი როგორ დაუშვა, როგორ შეიძლება ღმერთი, კაცმოყვარე ღმერთი უშვებდეს ესეთ მსხვერპლს. და ამ დროს მე რაღაც მომენტში გავაცნობიერე, რომ 22 ივნისი დაითესა იმ 20 რომელიღაც რიცხვი იყო აგვისტოს, როცა პაქტი დაიდო. 22 ივნისი იყო გადაწყვეტილი იმ დღეს. ეს ერთი და მეორე.
22 ივნისს საბჭოთა კავშირის აქ ირიბი სამხილები არსებობს, ამისი ძალიან ძნელია, ნუ სპეკულატიურია, მაგრამ არსებობს საინტერესო მოსაზრება, რომ საბჭოთა კავშირი თვითონ აპირებდა 22 ივნისის პროვოკაციის მოწყობას და 23-ში მობილიზაცია ჰქონდა უკვე გამოცხადებული, ამაზე ერთხელ უნდა ვისაუბრო. და აპირებდა თავდასხმას. იქით და მაშინ სულ სხვა შედეგები იქნებოდა. და მაშინ მთელი ევროპა გაწითლდებოდა და მაშინ საბჭოთა კავშირი აღარ დაიშლებოდა და ჩვენ არხეინად და ბედნიერად ვიქნებოდით დღემდე საბჭოთა კავშირში. და როდესაც მე ეს გავიაზრე, რომ 22 ივნისი იყო სრულიად შეუძლებელი დამთხოვა რა, აი რაღაცა და ისევ მისტიურია ამბობენ, რომ ღმერთმა აი ამ ჰიტლერს უბიძგა, რომ დასმოდა საბჭოთა კავშირს იმისათვის, რომ კომუნიზმი, სოფლიო ბატონობა ან ევრაზიული ბატონობა ვერ განეხორციელებინა, ხოლო რაც შეეხება მსხვერპლს, რომელსაც ღმერთი უშვებს, მე ერთი ებრაელი რაბინის საინტერესო ასი მოვისმინე იმის თაობაზე, რომ იუდაიზმი არ გამორიცხავს რეინკარნაციას, ეს ერთი და მეორე, სულები არა თავის ნაპრების ან თავის ცოდვებს ზღავენ მსხვერპლის სულები, არამედ თავისი წინა ცხოვრებების დანაშაულს გამოისყიდიან, რომ შემდეგ ცხოვრებაში უკვე სხვა ბედნიერებას ეწიონ, ან სულაც უკვე სამარადიულ ცხონებას. ეს ძალიან სპეკულატიური თეორია, ვაღიარებ, ჩვენი რელიგიური ხალხი შეიძლება გამაკრიტიკებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე აქ დავინახე იმის შესაძლებლობა, რომ ღმერთმა მსხვერპლი დაუშვას, თუ მსხვერპლი ჩვენი თვალით არის მსხვერპლი, მაგრამ სინამდვილეში ამ მსხვერპლის იქით ჯილდოა რა. და სინამდვილეში განცდები და ტკივილი ხო სინამდვილეში სულს აქვს. და თუ სული უკტავია და მარადიულია, შესაბამისად თუ დღევანდელი განცდის შედეგად მე ხვალ ჯილდო აქვს, შეიძლება ეს ჯილდო ეს მსხვერპლი ღირდეს იმ ჯილდოთ. ეს მარიგებს მე ამ თემასთან და მაშინ ჩემთვის რაღაცად 22 ივნისი ჩემთვის ღმერთის არსებობის დასტურია სინამდვილეში რა. ცოტა გადავუხე, მაგრამ პასუხი იყო ის, რომ თუ არა პაქტი არ იქნებოდა თავდასხმა პოლონეთზე და თუ პოლონეთი იარსებოდა საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შუა, მაშინ გერმანიას არ ქონდა შესაძლებლობა დასხმოდა საბჭოთა კავშირს. მადლობა ბატონო თარ, თუ შეკითხვები მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა აუდიტორიისთვის. წინა საუკუნეში ჩვენთან, ჩვენს რეგიონში დემოკრატია დამარცხდა. ამ საუკუნეში დემოკრატია გაიმარჯვებს ჩვენს ღვართმწამს ცეცხლი ოლიგარქიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს. მომავალ შეხვედრამდე. მადლობა ყურადღებისთვის.